მოგესალმებით, ჯერფასო მეგობრებო. Teraz კუთხე არის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის პაციენტი, ნახოთ რჩევა. რჩევა სამყაროდან ისთვის არის გაშლა. წმენდებს თუ ვინ მიაკეთებთ, გაწმენდილი ხართ. ჩემთან, სხვასთან არ ვიცი. Ինձ გაიარა თუ როგორადაც არის და მაშინ ამ შემთხვევაში გადადიხართ ანალიზის პროცესში. ვისთანაც ეს არ არის შესაძლებელია ეს იყოს ახალი საქმის დაწყება, ახალი რაღაც რომელიც მხოლოდ ფიქრის ვარიანტში გქონდათ და უფრო ძირითადად ეს გამოდიოდა ოცნების ვარიანტში და იქ გიფიქრებოდათ და რაღაცა ესეთი თემა იყო. დიდი ხნის განმავლობაში სხვათა შორის, ხო? ამაზეც აკეთებთ ძალიან დიდ სიღრმისეულ ანალიზს. ეს არის წინა სიტყვაობა და რჩევა, ნახოთ. რჩევა კი რა, აქ უფრო რაც ეს ფიქსირდება, რა სიახლე შემოდის თემაში. მოდი, რასაც ტარო დამოლაპარაკება, მაშინ ისე გავაგრძელებ. აქ ახალი პიროვნების გამოჩენაც კი ფიქსირდება, ანუ შეიძლება გაიცნოთ ვიღაცა. ძალიან მოულოდნელად სწრაფად, მაგრამ ეს მოულოდნელი იმიტომ არის, რომ ეხლა შეიძლება ახლა უბრალოდ არ ელოდით, მაგრამ მაინც იდეაში ვფიქრობ, რომ გინდოდათ დიდი ხანი, ხო? ამ ადამიანთან საუბარი გიფიქსირდებათ და რაღაც აი მომენტალური შეიძლება ისეთი რჩევა მოგცეთ, შეიძლება ისე რაღაცა დაგლაპარაკოთ, ეს იქნება ერთგვარი გასაღები პრობლემიდან გამოსასვლელი. რაღაცა რომ მოაგვაროთ, თითქოს ისე ფიქსირდება აქ და აი პოზიციაზე არის და კარგი და რა სიახლე შემოაქვს კიდევ ამ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში? სხვათა შორის ძალიან სიღრმისეული ანალიზი. აქ გაუთვალისწინებელი მომენტები უფრო მიფიქსირდება. ეხლა იცით რა არის, შეიძლება ვიღაცას არ უნდოდა და არ ფიქრობდა ურთიერთობაში შეესვლას, ანუ ფიქრობდა, მაგრამ მაინც ამ ეტაპზე ისეთ პოზიციაზე იყო, რომ არ ქონდა რა, მაინც ან იმედი, ან რაღაც ესე არის. მაგრამ ეგ პირიქით არის სწრაფი გაცნობა, სწრაფი ურთიერთობის განვითარება, საუბარი, გაუთვალისწინებელი მოქმედებები, რომელიც თქვენს საქციელში არ ჩდება. ცუდ მოქმედებებს არ გულისხმობ, მაგრამ სხვა დროს დავუშვათ ასე რომ არ მოიქცევით, ან არ მოიქცეოდით, ესეთი მდგომარეობა არის აქ. კარგი, კიდე რა მოაქვს მაშინ ამ ადამიანს? რა მოაქვს? მეგობრობა, შინაგანი ცვლილებები, რა იყო გარდაქმნა არის თქვენი ტრანსფორმაცია არ მიფიქსირდება, მაგრამ ესე იგი, ეს არის ტრანსფორმაცია კი არ არის, ეს არის უკვე ადამიანში შინაგანად რომ არის რაღაც და დაუშვათ თავს იკავებს,
და მე უცებ მოხეთქავს, ხო? ეხლა მაინც შეყვარებულის მთლად ვერ დავარქვი, მაგრამ აი ის რაღაც ურთიერთობაში რომ შემოდის, მაინც შედის ადამიანი მაინც სხვანაირი ხდება, ხო? დავშად უფრო მეტად უწყინავს თვალები ან გამოცოცხლდება, შეიძლება უფრო თავის მოვლა დაიწყოს, ვიღაცამ წონაში დაკლება, ვიღაცამ ლამაზი კაბა შეიძინოს, რაღაც ის ხალისი ხო მაინც თავისებური არის. როდესაც შემოდის ადამიანი, ნახეთ, ჯანსაღი მაინც ან ყოველ შემთხვევაში იდეაში თავიდან მაინც გონია, რომ რაღაც გამოვა ადამიანთან. თავიდანვე რომ ისეთი პიროვნება შემოდის შენ ცხოვრებაში, აი მე ამარაფერ ესეთნაირად გახდებით იმასთან უკვე რაც გაქვთ, როგორაც ხართ, ისიც არ გინდა წარმოაჩინოთ, ხო? ანუ გულისხმობ ლამაზადაც შეიძლება არ ძინა დაინახო, მამა არ დამინახოს ის მირჩევნია, ესეთი პოზიცია არის, აქ პირიქით არის. რაღაც გამოღვიძება, შეფხიზლება. მაგრამ აქ იგრძნობთ, რას იგრძნობთ იცით? რაღაც მაინც როგორი ვიყავი თუ როგორი იყო ჩემი რაღაც შინაგანი შეიძლება განწყობა და ეხლა როგორი სხვანაირი ვარ, თქვენც იგრძნობთ ამას. ამიტომ ფიქსირდება აქ გაუთვალისწინებელი რაღაც დაუგეგმავი საქციელი მოქმედება. რაც თქვენს ხასიათს არ შეესაბამება. კარგი, კიდევ მე განვითარება თუ ექნება ახლა ამ ურთიერთობას. განვითარება იცით რა არის კარგი მანახე ეს ადამიანის სერიოზულად ფიქრობს, ефиქრება დაიწყებს ფიქრს. ნახეთ, განვითარება ყოველ შემთხვევაში აქ თუ დაფეხმძიმება შვილი გინდათ ეგ თემა იქნება. სამოგზაუროდ ერთად წახვიდეთ იქნება, მაგრამ გარკვეული არჩევნის და რაღაცა ისეთი წინაშე გაყენებთ. ყოველ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, თლად ოჯახს ვერ ვიტყვი რომ ესე განვითარდეს, მაგრამ რაღაც ესეთი ცვლილებები მაინც მოსალოდნელია, ხო? ყოველ შემთხვევაში როგორც თქვენი მხრიდან იქნება დავუშვათ ინტერესი, გრძნობა, იგივე არის იმ ადამიანის მხრიდანაც, არც მეტი, არც ნაკლები. მაგრამ საქმე რაში არის, იცი, აი განვითარებაში თითქოს აქ ვიღაც გიშლით თქვენ ხელს, ან ვიღაცის გამო შეიძლება დაიხიოთ უკან, შეაჯეროთ ეს ურთიერთობა. ამიტომ არ მიფიქსირდება განვითარება, არადა აქ იდეაში ძალიან კარგად შემოდის, რა ვიცი. იცით რა არის? მომენტალურად ურთიერთობაში შესვლაც არ არის მთლად ცუდი, ახლა უბრალოდ ძალიან სუბუყყოფო ქცევაში არ უნდა გადავიდეს, თორემ ესეთი გამოფხიზლება ხანდახან საჭიროა მე რაც აქ მიფიქსირდება. ნახეთ, რას გეუბნებით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჯერ ერთი დავუშვათ თუ მართლა წონის პრობლემა აქვს ადამიანს, წონაში იკლებს, ხო? ანუ თავს აქცევს ყურადღებას რაღაც ჯანსაღ-კვებაზე გადადის, ვარჯიში იწყებს, ხალისი ემატება, ნახეთ. დავუშვათ თუ კი რაღაცა ცოტა ისე ემატ დადიოდა, ძალიან უბრალოდ ცოტა მეტი დავუშვათ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს, თუნდაც ის რომ ახალი ტანსაცმელი შეიძინა რაღაცა სიახლეში და მასში. თუნდაც ის მომენტი რომ უფრო თვალები უბწყინავს და ესე რაც თუ მოუწყენილი და ესე დადიოდა, ეხლა ცოტა ხალისიანად გამოიყურება. მე მიხვდით ხო რას გულისხმობ და გარდა ამისა აქ ფინანსური არხიც გაიხსნება ბევრთან. ნახეთ, ყველას არ ეხება ეგ საკითხი, მაგრამ არის ხანდახან ესეთი მომენტი პირდაპირ ფინანსურ არხზე, ესე ვთქვათ, ურტყამს და ხანდახან სავალდებულოა თქვენი ფინანსური არხი რომ გაიხსნას ვიღაცასთან შეხვიდეთ ურთიერთობაში. ნუ თუნდაც აი ამ ფლირტის დონეზეც, ხო? ესეთ დონეზეც, რომ ფინანსური არხი არ ჩაიკეტოს და გაიხსნას. ამისთვისაც
უნდა გააკეთოთ ეს, თუმცა ახლა ეს საჯარო არის, თუ ხართ დაკვირვებული, კი ბატონო, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, ვარ და შეგიძლიათ ეს დააზუსტოთ ნამდვილად აზია. ბევრთან არ აქვს მნიშვნელობა ის კარიერა, ფინანსების სამსახური აქვს მოწესრიგებული სიტყვაზე, მაგრამ პირადი არა და არ არის. ხო, ანუ არ არის მასში ერთმანეთთან ეს ყველაფერი. მაგრამ ზოგიერთთან არის და ეხლა რა ხდება? ვიღაცის გამო, ვის გამოც თავს იკავებთ, მეთქი აქ რაც გითხარით, ეს ადამიანი სინამდვილეში არაფრის გამკეთებელი არ არის, არაფერი ამას თქვენთვის არ მოაქვს, რაც არ უნდა შეგპირდეთ, ნავიცი. ალბათ ყინვაში რო ყინული შეგპირდეთ თუ თოვაში თოვლი, იმასაც არ მოგაწვდით და გამიგეთ ხო ისი თქვა მინდა. არ აქვს აქ მნიშვნელობა ამ ადამიანს, აქვს არ აქვს შესაძლებლობა, აქვს არ აქვს პრობლემები და ასე შემდეგ. ეს ადამიანი არაფერს პირიქით გიბლოკავთ, მე გეტყოდით ბედს, საკუთარ თავს, საკუთარ რაღაცებს. გიბლოკავთ, რასაც ქვია. და თქვენ რატო უსმენთ ამ ადამიანს შიში ხო მარიკა? რატო უსმენთ? შიში არა გაქვთ, ალბათ უფრო გონიათ, რომ რაღაცა თქვენს ინტერესებში შედის, ან პატივს ჩემთ უბრალოდ, ან იქნებ რაღაც ეს მოლოდინის რეჟიმი გაქვთ, ემოციური ვარიანტი მაინც გაქვთ, შიში ხილად ვერ დავარქმევ, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არავის არ შეგეშინდეთ ხალხმა. არავინის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ არიან ისეთი ტიპაჟებიც, რომ აი შიშის ნიადაგზე უნდათ თქვენზე მანიპულირება. ნახეთ, შეეშინდა და რაღაცა. არა, არ შეგეშინდეთ. ჯერ ერთი ისედაც რომელი საუკუნე არა ვიცი ახლა, მაგრამ თუნდაც მაგიური ჩარევა დაგჭირდეთ. ვინმეს თავი არ დავუხაროთ, ამას გეტყვით მე. ეს ადამიანი ვინც შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ვფიქრობ, გზა ან მანძილი ან რაღაც არის ესეთი ჯერჯერობით, მაგრამ ეს სწრაფი განვითარება იქნება. კარგი საბოლოო სიტყვას რას გვეტყოდა, მოდი ეს ადამიანი, რომელიც თქვენს შეფხიზლებას თუ გაფხიზლებას თუ გამოფხიზლებას რაღაცას ესე აკეთებს. იცით რა არის? თქვენ დაგემართებათ როგორი რაღაც, იცით, ჯერ ერთი ძალიან გაკვეთილი ადამიანი, რო გაკვეთილი სტილში შემოდის ცხოვრებაში, ეს არ არის მთლად კარგი, ან მინდა გაწვარ მინამდენი გაკვეთილები და ჭკუის სწავლება, ხო? მაგრამ რაღაცას სხვანაირად გაიაზრებთ, გაიზრდებით, მოდი ასე ვთქვათ. სხვანაირ რელსებზე გადახვართ იმ მხრივ, რომ შეიძლება ბევრი რამე, აი თუნდაც ის, რომ რაღაცას მომენტალურად გააცნობიერებთ. შეიძლება ამ ადამიანთან გაწყვიტოთ ურთიერთობა, ან გადალახოთ ამ ადამიანთან გაწყვიტოთ. ხო, კი, გააზრება არის, აი თურმე ამოაზრო ურთიერთობებმა ან რაღაცა უაზრობი ხალხი არის ეს, ვინც თქვენში დეპრესიას იწვევს, ვინც ნერვებზე ნახე მოქმედებს, ვინც ფინანსებზე შემოგაჯდებათ და მომეცი სულ თემა აქვს, ხო? ეს არის ყველა ის ხალხი, ვინც არ უნდა ზიდოთ თქვენი მხრებით. აი ამის გააზრებაზე ყოველ შემთხვევაში მიხვალთ, გაიაზრებთ, ხო? როგორ გადაგღალათ ასეთმა ცხოვრებამ სინამდვილეში. ესაც არ გაქვთ ეს გააზრებული და რა გინდათ, რა უნდა გააკეთოთ სამომავლოდ. სხვათა შორის ძალიან შევსებით, აქ ცოდნით, გრძნობებით და იდეებით. ნახეთ, რას ვამბობ, დაინახავთ პერსპექტივებს. დაინახავთ პერსპექტივებს.
აქ იქნება მუდმივი გაფხიზლება თუ რა ვიცი ესეთი რაღაცები. მაგრამ შეივსებით მთლიანად შეივსებით. იცით რა მაინტერესებს? ვინმე ბალახეულ რამეს ხომ არ ღებულობს აქ. ბალახეულს შეიძლება ეს ტაბლეტები იყოს, შეიძლება რაღაც ესეთი. ჩაის არ რაღაცა ბალახეულს ღებულობთ აქ. ეგ თემა მაგისგანაც თავში იკავებთ. გადადიხართ როგორ რაღაცაზე, იცით? ასე ვთქვათ, რა ვიცი, საკუთარ თავის გარემონტება. გარემონტება ესეთი რაღაც დამიფიქსირდა და საკუთარი ამ შემთხვევაში ეს არის სახლი და რაღაცა კი არა. ეს არის შეიცვლებით საკუთარ თავს რაღაცნაირად ხო კი შეარემონტებთ, მოდი ასე ვთქვათ, რა წამლებს თუ დაგჭირდებათ, მაშინ ეს გამოჯამრთელება და ამ ხრივ ხო გამოდის და ასევე თქვენი ემოცია აი ამ ყველაფრის, რაზეც დავუშვათ თავს იკავებდით და არ მინდა ერთი რამე, მაშვება რამე, ესეთი მიდგომა გქონდათ, გადადიხართ აი მაგის მოწესრიგებაზე კი. მე ვფიქრობ, რომ ნახეთ, აქ არ არის ის თემა, რომ მე არ გპირდები თქვენ ოჯახი, რაღაცა ის იქნება, არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ვინც შემოდის თქვენს ცხოვრებაში, უნდა შეხვიდეთ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი დადებითი რაღაცები მოაქვს ამ ადამიანს ავტომატურად. მე არ ვამბობ აქ მანდა მაინც სექსუალური ცხოვრება გექნებათ, არა. შეიძლება კი ვიღაცასთან ასე დაფიქსირდეს, მაგრამ ეს ადამიანი თითქოს საჭირო არის, რომ შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ ყველანაირი როგორ არის ლაგდება რაღაც ყველაფერი აწესრიგებთ რაღაცებს. აი ხელი გამეხსნა, ბედი გამეხსნა, ესეთნაირად დაფიქსირდა. მაგრამ ამას თქვენ თვითონ ახერხებთ, როგორ არის, იცით? ემოცია თქვენი შინაგანი, აი შინაგანი ცვლილება მიმდინარეობს. კი, ამ ადამიანთან უნდა შეხვიდეთ ურთიერთობაში. მე ასე გეტყვით. აქ ფინანსური არხით წესრიგდება და თქვენს რაღაც აი გაბრწყინდებით, შეივსებით ერთიანად. სხვანაირი აღქმა მოდის, ცხოვრებისეული. ხო, ხანდახან ასეც ხდება. უნდა შემოუშვათ ადამიანი იმიტომ, რომ თქვენს ცხოვრებაში ეს ყველაფერი შეიცვალოს, ხო? და ეს დეპრესიული ვიღაცაზე ესეთნაირად არიქ რასიზა მოიფიქრებ თუ არ მოიფიქრებ და სინამდვილეში ყველანაირად ბლოკავდა თქვენგან მიაქვთ მთლიანი რესურსი, ყველანაირი, ამის უფლება უბრალოდ სხვას არ უნდა მისცეთ. იმედია გაიგეთ, ყოველ შემთხვევაში ჩემი ვინც ახართ გაიგებთ, ვინც ჩემი არ ახართ ვერ გაიგებთ. გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით.